600 ლიტრზე მეტი ქართული ღვინო ალკოჰოლური სასმელების 151 პარტია და ნებართვა 27 ქართულ კომპანიას. ასეთი შედეგი აჩვენეს ქართულმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე დაბრუნებიდან 2 თვეში. დღეს ქართული ღვინის მორიგი საჩვენებელი ჩამოსხმა თელავში კომპანია GVS-მა გამართა. მეღვინეები აცხადებენ, რომ რუსეთში ექსპორტის გაზრდას აპირებენ და წლის ბოლოსთვის ლიდერის პოზიციას დაიკავებენ. ქართული ღვინო რუსეთის დახლებზე და გენადი ონიშენკო შენიშვნები მართა არდაშელია დეტალებით. ქართული ღვინო რუსული ეტიკეტით GVS-ის პროდუქცია რუსული ბაზრისთვის ადაპტირებულია. კომპანია მედიისთვის ღია კარის დღე ჩაატარა ქარხანაში, რომელიც თელავში მდებარეობს, ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრეს. GVS-ში აცხადებენ, სანამ რუსეთი საქართველოს ემბარგოს დაუწესებდა, კომპანია ამ ბაზარზე ლიდერი იყო. ხელმძღვანელობაში პოზიციების დაბრუნებას წლის ბოლოსთვის გეგმავენ. ამ დროისთვის რუსეთის ბაზარზე 1,5 მილიონზე მეტი ბოთლი უნდა გაიტანონ. დღეს ჩვენ უკვე დავუბრუნდით ჩვენი ცნობილი ბრენდებით, როგორც არის ძველი თბილისი და თამადა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მანამდეც, ემბარგომდეც და კვლავ მოკლე პერიოდში დაიმკვიდრეს თავისი ადგილი რუსეთის ფედერაციაში და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გადაზიდვების მოცულობით. 2 თვის განმავლობაში კომპანიამ 350,000 ბოთლი ღვინო რუსეთში გაგზავნა. აქ აცხადებენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ექსპორტის რაოდენობა 800,000 მიაღწევს. საქართველოში კი როსპოტრებნაძორის მორიგ მესამე ვიზიტს ამ დღეებში ელოდებიან. როდის ჩამოვა ონიშენკოს დელეგაცია ჯერ უცნობია. რუსეთის მთავარი სანიტარი კი ქართულ კომპანიებს პასიურობაში ადანაშაულებს. აქ არ არის მხოლოდ ღვინის წარმოებელი კომპანიები, აქ არის წყლის წარმოებელი კომპანიები, ლუდის წარმოებელი კომპანიები და ასე შემდეგ. დიახ, მათ ყველა კომპანიამ ვერ მოახდინა ორგანიზებულად დოკუმენტაციის მომზადება და გადამიწოდება შეიძლება, თუმცა ჩვენ გვაქვს სისტემატური კონტაქტი როსპოტრებნაძორთან, დღეისათვის მათ უკვე მიღებული აქვს ყველა დოკუმენტი, ახლა ისინი ამუშავებენ ამ ინფორმაციას. გზა მომხმარებლამდე დაახლოებით 2 კვირა გრძელდება. სატვირთო მანქანები ზემოლარსის გავლით რუსეთის დედაქალაქში ჩადის. გარკვეული პროცედურების შემდეგ მარკეტში საკუთარ ადგილს პოულობს. სეგმენტის საშუალო ფასი 14-დან 50 ლარამდე. მომხმარებელი უფროსი თაობაა, ვისაც ქართული ხვანჭკარისა და ქინძმარაულის გემო ახსოვს. ქართულ პროდუქციაზე ემბარგო რუსეთმა 2006 წელს გამოაცხადა. როსპოტრებნაძორის განმარტებით მიზეზი დაბალი ხარისხი იყო. 27 კომპანიიდან, რომელსაც ონიშენკოს უწყებამ ექსპორტის უფლება მიანიჭა, ამ ეტაპზე რუსეთის ბაზარი მხოლოდ 6 კომპანიამ აითვისა.